გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ ტირალას პარკში შვლების გაშვების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება ბიომრავალფეროვნების პროექტის ფარგლებში მოეწყო და მისი მიზანია ცხოველთა დაცვისა და კონსერვაციის საკითხებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. გზააბნეული შვლები ბათუმის 6 მაისის პარკში აჭარის რეგიონის მოსახლეობამ სხვადასხვა დროს მიიყვანა. მათგან ყველაზე უფროსი 3 წლისაა, ხოლო უმცროსი 1 წლისა და 6 თვის პარკის თანამშრომელთა ზრუნვის შედეგად კი მათი ბუნებაში დაბრუნება შესაძლებელი გახდა. ტირალას ეროვნულ პარკში გაგვიშვით 4 შველი, საერთოდ ეს ტერიტორია წარმოადგენს შლებისათვის ბუნებრივ ჰაბიტატს, საცხოვრებელ გარემოს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დამატებული 4 შველი კიდევ უფრო მეტ ღირებულებას შეძენს ამ ტერიტორიას და გარკვეული სიამოვნების მინიჭებელი იქნება ბუნების მოყვარულთათვის, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ამ ეროვნულ პარკს. აჭარის მამამთიან სოფლებში ხდებოდა ხოლმე ესე შველის გამორიყვა ან დედის მიერ მიტოვება ჩვილის და ბუნებრივია მოსახლეობა იჩენდა კეთილნებას მიემართათ იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც შეეძლოთ დახმარება გაეწიათ, რეაბილიტაცია გაეწიათ ასეთი შვილებისთვის და აი ასე მოხდნენ ეს 4 ჩვენთან. ეს შვილები ჩვენთან მოხდა 2009 წლის, 2 იყო თითქმის 1 თვის შვილები და ფაქტურად ხელით გამოვზადეთ. 2 იყო სხვადასხვა დაზიანებებით, ჰქონდა ჭრილობები. შესაბამისი კურნალობის შემდეგ გამოჯამრთელდნენ და ახლა უბრუნდეთ ჩვენ ბუნებას.